ფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით პრეზიდენტ ტრამპისთვის ახლო აღმოსავლეთის ტური წარმატებული იყო. მან საუდის არაბეთში იმოგზაურა და იქ არაჩვეულებრივი სიტყვით გამოსვლაც ჰქონდა, სადაც მან ნეოკონსერვატორები მიწასთან გაასწორა. ეს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა იყო, რაც კი ოდესმე მომისმენია. ტრამპმა იქ რამდენიმე ხელშეკრულება დადო. შემდეგ გაემგზავრა კატარში და გაერთიანებულ საამიროებში. შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ ეს წარმატებული მოგზაურობა იყო, არაჩვეულებრივი სიტყვით გამოსვლით. რასაკვირველია, ამ ტურის განმავლობაში კატარისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან დიალოგი უნდა გამართულიყო ირანთან დაკავშირებითაც. თუმცა ამ თემაზე გარკვეულწილად ბუნდოვანი ინფორმაცია ვრცელდება. აი რა ვიცით ჩვენ, თეთრმა სახლმა ირანს წერილობითი შეთანხმების შეთავაზება გაუგზავნა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით უკვე ხუთშაბათს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღიად მიდიოდა დისკუსიები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამერიკის წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების დადების მიზნით. საინფორმაციო პორტალმა Axios-მაც დაადასტურა, რომ კომუნიკაცია თეირანთან შედგა. შემდეგი კლიპი ადასტურებს, რომ წერილობითი შეთავაზება ორივე მხარემ პოზიტიურად მიიღო. წარმოიდგინეთ, დოქტორ პოლ, თუ რა შემაძრწუნებელი რეაქცია ექნებოდათ იმის გაგონებაზე ნეოკონებს, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა იმაზე ახლოსაა, ვიდრე მათ ეგონათ. White House envoy Steve Witkoff has led several rounds of talks, and Axios has revealed that the communications were issued to Tehran last Sunday. The next clip points out that both sides have received the other's written proposals positively. Now you can imagine, Dr. Paul, how the neocons are absolutely flipping out that it looks like a deal might be closer. Within reach. როდესაც ამ პროცესებს თვალს ვადევნებ, ყოველთვის ვიკითხები საკუთარ თავს, რატომ არიან ნეოკონები ნეოკონები? რატომ არიან ასეთი მიზანდასახულები? რასაკვირველია, ეს შეიძლება ბევრ რამეს მივაწეროთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ყველაფერი მაინც ფულზე და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე დადის. მათი მონდომებით საბოლოოდ მაინც ყველაფერი ბინძურად კეთდება. ნეოკონებს საკმაოდ მყარად აქვთ ფესვები გადგმული. ფიქრობ, ხალხი ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდება. ხალხს მიაჩნდა, რომ ილონ მასკი მათ ყველას ამოძირკვავდა. თუმცა ასე არ მოხდა. პირიქით, ნეოკონები ახლა ყველაფერს აკეთებენ მასკის და ტრამპის რეპუტაციის შესალახად. ეს ადამიანები პრაქტიკულად ყველგან არიან. ნეოკონები ჩემთვის წარმოადგენენ სახელმწიფო ფილოსოფიის განსხვავებულ ხედვას. ხედვას, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.